საღამო მშვიდობის არის Open Media-ის ეთერში ქართულენოვანი ამბების დრო და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. ირანის სამხრეთ კავკასიაში საზღვრების ცვლილებასა და უცხოური ძალების ყოფნას ეწინააღმდეგება. ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის სომხეთში ვიზიტის მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური რუკის უცვლელობის უზრუნველყოფა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა. მისი თქმით, თეირანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რეგიონში საზღვრების ნებისმიერ ცვლილებას ან უცხოური სამხედრო ძალების განლაგებას. მინისტრმა განმარტა, რომ პოლიტიკური ცვლილებები გულისხმობს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილებას ან რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შერყევას, რასაც მისი თქმით ირანი არ შეეგუება. ცნობისათვის ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი დღეს ერევანს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ირანის პარლამენტის სომეხი დეპუტატის გეღარდ მანსურიანის განცხადებით, სომხურ-ამერიკულ შეთანხმებაში, რომელიც ირანის მოსაზღვრე სიუნიქის პროვინციაზე გამავალ გზას ეხება, არსებობს კითხვები და ორაზროვნებები. მისი თქმით, ამ საკითხებს ირანის პრეზიდენტი სომხეთის ხელმძღვანელობასთან დაგეგმილი ვიზიტისას განიხილავს. მანსურიანმა ხაზი გაუსვა, რომ ირანი მტკიცედ იცავს თავის საზღვრებს და რეგიონულ სტატუს კვოს და სომხეთში კარგად იციან, რომ ირანი მათი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი ფაქტორია. დეპუტატმა ასევე გაიხსენა ირანის მიერ ბოლო წლებში ჩატარებული სამხედრო წვრთნები და აღნიშნა, რომ მათ აღკვეთის ზოგიერთი მოწინააღმდეგის მიერ სიუნიქის პროვინციის ძალით დაყოფის მცდელობები. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გამოყენებული უხეში გამონათქვამებისათვის ბოდიში მოიხადა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც კორუფციის პრევენციის კომისიამ დაასკვნა, რომ პრემიერმა ქცევის კოდექსი დაარღვია და მისი გამოყენებული სიტყვები უხეში და შეურაცხმყოფელია. თავის Facebook პოსტში ფაშინიანმა დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიის ზოგიერთ შეფასებას არ ეთანხმება, ბოდიშს იხდის. ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სულიერი განახლების დღის წესრიგი და მისი განხორციელების ნება ურყვევი რჩება, თუმცა პირობადადო, რომ საკუთარ შეცდომებს აღიარებს და ემოციებს უკეთ მართავს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების გათავისუფლების საკითხი ერევნისთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. უწყების ცნობით, ეს თემა მუდმივად განიხილება როგორც აზერბაიჯანულ მხარესთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაკავებული პირების გათავისუფლება მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და ამ საკითხის დადებითად გაზაფხვის იმედი აქვთ. ახლა კი მსოფლიო ზელენსკი ტრამპის შეხვედრასა და მის შედეგებს ელოდება. უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა დღეს იმართება ოვალურ კაბინეტში, რომელსაც ევროპის საკვანძო ქვეყნების, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერები შეუერთდებიან. ისინი ცდილობენ მხარი დაუჭირონ ზელენსკის და თავიდან აიცილონ ტრამპთან მისი სკანდალური დავის გამეორება. აღნიშნული შესახებ დეტალურად ჩვენი კოლეგა დავით გენჯოიანი მოგვიყვება. ტრამპ-პუტინის შეხვედრის შემდეგ რუსულმა ჯარებმა უკრაინაზე იერიშები განაგრძეს. ღამით ხარკოვის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 ათეული კი დაშავდა. უკრაინული მედია საშუალებები იუწყებიან, რომ რუსულმა ძალებმა შაჰედის დრონებით იერიში მიიტანეს ოდესაში აზერბაიჯანული სოკარის ყველა 17 საცავზე. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა ყირიმის ხიდზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ, რომელიც უწყების ცნობით უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანის გამოყენებით. უკრაინას რეალური მოლაპარაკებები სჭირდება და ისინი შეიძლება დაიწყოს იმ საზღვრებზე, სადაც ახლა ფრონტის ხაზია, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში წარმატებას ვერ აღწევს და 12 წლის განმავლობაში პუტინმა ვერ შეძლო მისი დაკავება. მან კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ტერიტორიების დათმობას შეუძლებელს ხდის. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარებისთვის ორივე მხარემ უნდა წავიდეს დათმობებზე, რადგან ამის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ კაპიტულაცია, რისთვისაც მხარეები მზად არ არიან. მან აღნიშნა, რომ ალასკაზე გამართულ პუტინ-ტრამპის მოლაპარაკებებზე გარკვეული შეთანხმება მიღწეულ იქნა, თუმცა უთანხმოებები კვლავ რჩება. რუბიოს თქმით, სამშვიდობო ხელშეკრულებამდე ჯერ შორს არ არიან, მაგრამ პროგრესი არის და თუ შეთანხმება არ იქნება, შედეგები მოჰყვება. მან ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის მიღწევის მცდელობებმა შეიძლება თავიდან აიცილოს ეს შედეგები და გამოიწვიოს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმერ ზელენსკის შორის მოლაპარაკებები მიზნად ისახავს უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ერთიანი ფრონტის დემონსტრირებას რუსეთის წინააღმდეგ. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიმართ სისუსტის გამოვლენა შეიძლება მომავალი კონფლიქტების საფუძველი გახდეს. კიევის მოკავშირეები ესტრაფებიან ხანგრძლივ მშვიდობასა და უკრაინის მთლიანობის შენარჩუნებას, რაც კვირას გამართულ მსურველთა კოალიციის შეხვედრაზე განიხილეს. ზელენსკი 17 აგვისტოს ბრიუსელს ეწვია ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად, ხოლო ორშაბათს ისინი შეუერთდებიან ზელენსკის ტრამპთან მოლაპარაკებებში ტეტრ სახლში. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა კვირას განაცხადა, რომ ის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და სხვა ევროპელი ლიდერები ორშაბათს ვაშინგტონში გაემგზავრებიან ტრამპთან შესახვედრად. ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ ტერიტორიული გადაწყვეტილებები უკრაინამ უნდა მიიღოს და ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის დამყარებამდე, რუსეთზე დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის შენარჩუნებით. გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინლენდის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ასევე შეუერთდებიან მოლაპარაკებებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისა და ტერიტორიული საკითხების განსახილველად. რუსეთის რიაზანის ოლქის შილობის რაიონის საწარმოში პარასკევის დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზუსტებული მონაცემებით დაიღუპა 14 ადამიანი, დაიჩავა 859. სამაშველო სამსახურები გრძელდება სოფელ ლესნოვში, სადაც საარინგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ნანგრევებს ასუფთავებენ და დაზარალებულთა ოჯახებს ეხმარებიან. ფსიქოლოგები და სპეციალისტები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებთან და რეგიონის მთავრობასთან თანამშრომლობით. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სამრეწველო უსაფრთხოების დარღვევის ბრალდებით. ირანის დედაქალაქში ნავთობაზა დაიწვა. შავი კრისის უზარმაზარი სვეტები ამოდის ტეჰერანზე, პერიოდულად ცეცხლი ახალი ძალით იფეთქება. ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით არ ასახელებენ ინციდენტის ზუსტ მიზეზებს. ზოგი დამკვირვებელი ისრაელის მხრიდან დივერსიასაც კი ვარაუდობს. მაშინ როდესაც სხვა ექსპერტები ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებენ. მრავალწლიანი სანქციების გამო განატება მძიმრისადი ნაწილი თანადარი მომსახურებისა და მოდერნიზაციის გარეშე დარჩა. ბრუკლინის ქრაუნ ჰაიტის უბნის ღამის კლუბში მომხდარის როლის შედეგად 3 ახალგაზრდა დაიღუპა. კიდევ 9 დაიჭარა. ნიუ-იორკის პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტი, რომელშიც 4 თავდამსხმელი მონაწილეობდა, კამათის შემდეგ მოხდა. შემთხვევის ადგილზე 42 მაცარი აღმოაჩინეს. ეჩმიტანელი ჯერჯერობით ზებნაში არიან და პოლიცია თხოვს ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებას თავდამსხმელთა დაკავშირებით. უკრაინაში სოკარის ობიექტების დაბომბვის შემდეგ აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის განთავსებაზე საუბრობენ. უკრაინაში, კერძოდ ოდესაში, აზერბაიჯანული კომპანია სოკარის ბენზინგამართსადგურზე რუსეთის მიერ მიყენებული სარაკეტო იერიშის შემდეგ აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება ქვეყნის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო ბაზის განთავსების შესაძლებლობა. უკრაინული და აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, ეს უკვე მეორე მასირებული თავდასხმა იყო სოკარის ობიექტზე, რომელმაც ის თითქმის მთლიანად განაადგურა. აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებული ტელეგრამ არხები რუსეთის ფაშისტურსა და ოკუპანტს უწოდებენ და უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების დაწყებით იმუქრებიან. ამასთან გამოითქმის შიში, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა მოსკოვის მხრიდან აზერბაიჯანზე პირდაპირი დარტყმები მოჰყვეს. სწორედ ამ კონტექსტში სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოსაზრება, რომ კრემლის შეკავების ერთადერთი გზა აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის განთავსება. სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ და სომეხმა მორწმუნეებმა 5 დიდი დღესასწაულიდან მეოთხე ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, ან როგორც ხალხშია გავრცელებული ყურძნის ყურთხევა აღნიშნეს. მორწმუნეები ეკლესიაში დაესწრენ ცერემონიებს და ლოცვით გადაიხადეს მადლობა უხევი მოსავლისათვის. ვუყუროთ ანა ჰარუთუნიანის რეპორტაჟი. კვირას სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ აღნიშნა 5 დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთი, ღვთისმშობლის მიძინება, ან როგორც ხალხი ამბობს, ყურძნის კურთხევა. დილით ეკლესიებში წმინდა წირვა აღევლინა. ყურძნის კურთხევა დიდი დღესასწაულებიდან ერთადერთია, რომელიც ღვთისმშობელ მარიამს ეძღვნება და არა ქრისტეს. ქრისტესადმი სიყვარულს მოციქულები ღვთისმშობლისგან იღებდნენ. წმინდა წირვის შემდეგ ხალხს ნაკურთხი ყურძენი დაურიგდა. ნაყოფთაგან სწორედ ყურძენი იკურთხება, რადგან უფალმა ყურძნის ვაზი ყველა ხეზე მაღლა აწია და პატივი მიაგო სხვა ნარგავებსა მეტად. საკუთარ თავს ყურძნის ვაზი უწოდა, ნათქვამია წმინდა წერილში. მორწმუნეებმა დღესასწაულის არსი კარგად იციან.
მიცემ աստվածამორ ვერაფოხუმა ღვთისმშობლის მიძინებამდე ეს დღე უბრალოდ ყურძნის მარხვასთან ასოცირდებოდა. როგორც ვარდავარამდე ვაშლის მარხვას იცავენ, ისევე ყურძნის კურთხევამდე იცავდნენ ყურძნის მარხვას, რადგან ღვთისძე ყურძნის მტევანთან ასოცირდებოდა. სურბ გევორგის ეკლესიის მსახური არარატ თოვმასიანი ამბობს, რომ ბოლო წლებში ბევრი ახალგაზრდა ესწრება წირვას. მე ძალიან მიხარია, რადგან ახალგაზრდებშიც კი არიან ისეთები, რომლებსაც არ ესმით, თუნდაც საკურთხეველზე ამსვლელ ბავშვს, მაგრამ რა კარგია, რომ ბავშვებიდან ბავშვში იზრდება ქრისტიანად ყოფნის, ქრისტიანობის გაგების იდეა. მე აქ 2008 წლიდან მუშაობ. თანდათან იზრდება ხალხის ნაკადი ეკლესიაში. ადრე ამდენი არ იყო, ახლა ძალიან ბევრია. მორწმუნეებს ნაკურთხი ყურძენი თავიანთ სახლებში მიაქვთ, როგორც ღვთის კურთხევისა და რწმენის სიმბოლოს ნიშანი. დღეს მნიშვნელოვანი დღეა განსაკუთრებით დედებისთვის. ის დედაა, თქვენ კარგად გაიგებთ. დაე მადლი, სიყვარული, იმედი მეოხება იყოს თითოეულ ჩვენგანთან. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა ამ დროისთვის. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.